საღამომშვიდობის მოგესალმებით ყველას. დღეს ვილაპარაკებ მანქანებზე. როგორ ფიქრობთ, აბა რა არის მანქანა? გადაადგილების საშუალება. მართალი ბრძანდებით მდიდარო ბიძავ. კიდე რა არის? ფუფუნების საგანი მართალი ხართ ღარიბო ახალგაზრდა. მაგრამ ჩემთვის მანქანა არის სხვა რამე. მე დავიბადე 1977 წელს საბჭოთა კავშირში, ქალაქ ქუთაისში, ავტოქარხნის რაიონში. შესაბამისად, მანქანა ჩემთვის არის მისამართი. დაახლოებით ესეთ რაღაცას ვფიქრობდი, როცა გადავწყვიტე, მანქანა უნდა მეყიდა და რა მანქანა მეყიდა. ჯიპი არ მინდოდა, იმიტომ რომ არ მიყვარს, როცა ზედმეტი გამონაფოლქვი აფართოებს ოზონის ხვრელს. ეს მქონდა რესპექტაბელური მიზეზი და ისე შენახვის ტრაკი არ მქონდა. ასევე არ მიყვარს არაფერს უარ ვაშავებ და პატრული მაინც რომ მაჩერებს. ამიტომ BMW-ც გამოირიცხა. კიდე არ მიყვარს ვიღაცა ოროსანი რომ გითხრევს უსაგნო პოლემიკაში BMW ჯობია თუ Mercedes-ი. ამიტომ Mercedes-იც გამოირიცხა. ეს არ არის სერიოზული საკითხი, Mercedes-ის ჯობია თუ BMW, მაგრამ ქართველები ხშირად სერიოზულად უდგებიან და ზოგჯერ მარაზმამდეც მიდის ხოლმე. რამდენიმე წლის წინ მაგალითად უსმენდი რადიოს და იყო გამოკითხვა BMW ჯობია და Mercedes-ი და ძალიან აღელვებული ხალხი რეკავდა. ერთმა დარეკა და როგორ BMW-ს ადარებთ Mercedes, კარგი რა და გათიშა. მერე დარეკა პირიქით. რა Mercedes-ი ხალხო, BMW, კარგი რა, BMW იყო და იქნება პირველი და გათიშა. ხო და ეს არგუმენტი არის მოდა რა, რატო ჯობია და უცებ დარეკა როგორმა კაცმა, იცით, არასდროს რო არ ეკავს არსად. ყველა პოლემიკაზე მაღლა რო დგას. აი ეგეთმა ამოასხა რა და დარეკა. დარეკა და გოგონა, ეს ახალგაზრდა წამყვანი, იცი რას გეტყვი შვილი? მე მყავს BMW და როგორ შეიძლება Mercedes-ის შედარება შვილო BMW-სთან? BMW-ში რომ ვზივარ, რომ მივდივარ, გრძნობ რომ მანქანა მელაპარაკება და გაჩვენე. მე კიდე მინდოდა რომ მაქსიმალურად უხმაურო მანქანა მყოლოდა და არ ელაპარაკა ჩემთვის და ენა არ შემოებრუნებინა და ამიტომ BMW-ს გამოირიცხა. თუმცა ვაღიარებ რომ BMW-ს საქართველოში ბევრი ფანი ყავს. გახსოვთ, ზვიად გამსახურდიას მიტინგებს რო უწყობდნენ Mercedes-ით რატო დადიხარ? ეგენი იყვნენ ირაკლი წერეთელი, ბათიაშვილი ხაინა, BMW-ს ფანები მაშინ ვინც იყვნენ? ეგენი იყვნენ. ასევე არ მინდოდა კაბრიოლეტი, იმიტომ რომ კაბრიოლეტი კაია, ქარი რო თმებს გიფრიალებს და ჩემს შემთხვევაში უსახურავო მანქანა იქნებოდა მეტი არაფერი. კიდე არ მიყვარს არაქარხნული აქსესუარებით გამდიდრებული მანქანები რო არის, ხო იცით, ფრთებს რო უყენებენ უკან. ან ცეცხლის ალს რო ახატავენ ენებს უკან, ვითომ აფრქვევს მანქანა. ან წინ წამწამებს რო უკეთებენ იმაზე, ფარებზე. ესენი არ მინდოდა, იმიტომ რომ არ მინდა რომ მანქანიდან გადმოსვლამდე შემეტყოს რომ ნერვოზი მაქვს. ასევე რადგან ყველანაირი დიქტატურის და ტირანიის წინააღმდეგი ვარ, არ მინდოდა უზდევ. უზდევ მოგეხსენებათ, უზბეკეთში იწყობა, არის კორეული მანქანა. და დიქტატურის წინააღმდეგიც რო არ ვიყო, რომ გადავხედე ამ მანქანის კომპლექტაციას, ტექნიკურ მახასიათებლებს და ფასს, მართლა ტუტუცი და უზდევ თუ არა ხარ, იმას ვერ დაადებ ისე. მოკლედ ამ ფიქრებში ვიყავი, რომ მივედი ბაზრობაზე და ამ დროს ცოტა პირველად როცა მიდიხარ, ცოტა ღელავ რომ გეშინია, რომ დარტყმული და მერე გაკეთებული მანქანა არ შემოგაპარო. მე ეშმაკურად მოვიქეცი და მივედი პირდაპირ დაჭეჭყილ მანქანას. ვეკითხები რომ რა ჭირს მეთქი მანქანას და მიყვება მაგარ ამბავს. ცოტა ნასვამი ვიყავიო და ჩამეძინაო საჭესთან და ცხრის ფარაში შევარდიო. და 150 ცხარი მოუკლია ამ მანქანით. მაგრამ კიდე კაი, მე გადავრჩიო მწყემსიო და რას დავეძებ ცხარსო, ეხლა ხვალ ეკლესიაში უნდა წავიდე, ცხარი უნდა დავკლავო. ის არ ეყო, რაც დახოცა.
ხო და გადავედი გვერდით იდგა ვიღაც ტიპი იყო Honda-ს ჭიბთან 80%-ით სპორტული ტიპი იყო რა 80% რატო ეხა ფეხსაცმელი სპორტული ეცვა შარვალიც ქუდიც ზემოთაც კაშნეც მარტო სხეული ქონდა არასპორტული ხო და გამომეტყველებაც იცით როგორი ქონდა რომ ეს ჯიპი რო იყიდა მაგრამ ცოტა ხანში მიხვდა რომ გოგოები მაინც არ ესევიან და ჯიპი არ იყო მთავარი მოკლედ ასე იყო თუ ისე ავარჩიე 2 წლის Toyota Corolla თითქმის უავარიო და მივედი რუსთაველი მომღერალი კი არა მომღიმარი გოგოები რო შედან ნომრები რო ვდევთ უკან და გაუწოდე ჩემი მართვის მოწმობა და მაშინ გამახსენდა რომ მართვის მოწმობა მქონდა 16 წლიდან და 27 წლამდე არ გამომიყენებია რატო ეხა იმიტომ რომ არ მიყვარს ვინმეს რამე თხოვო მით უმეტეს მანქანა მამა ჩემს კი ყავდა მაგრამ 06 ყავდა და იმაზე თვითონ თხოვდა და არ ვждებოდი და მესამე ვარიანტია კიდე რომ დაუშვათ მეზობლები ან მეგობრები მიდიან სადღაც აქეიფოთ და გეუბნებიან რომ წამოდი და იქიდან წამოგვიყვანე მაგრამ ეს ეხა რას უკავშირდება უკანაგზაზე წარმოიდგინეთ მოდი ხარ ნერვიულობ იმიტომ ტარება კარგად არიცი ცუდი გზა ცუდი მანქანა სიბნელეა და თან არიც სად მიდიხარ იმიტომ 3 მთვრალი გიზის უკან ერთი იძახის რომ ყველანი ჩემთან წავიდეთ მეორე იძახის რომ უკან მიბრუნდეთ იმ რიჟას დედა უნდა ვაგინო მესამე იძახის მე მუსერიძის ბიძასთან ჩამომსვით ხო და რა სიამოვნებაა ეგეთი არ ვიცი მოკლედ ამ Toyota Corolla-მ მატარა 6 წელი ამ 6 წლის მანძილზე არც ერთი ავარია არ მქონია არც ერთი ჯარიმა არ მქონია არც ერთი ღერი სიგარეტი შიგნით არავის მოუწევია ხო და რადგან ბუნებით კეთილი ადამიანი ვარ მინდა რომ აი ეს სიამოვნება რაც 6 წლის მანძილზე მივიღე ეხა სხვამ გააგრძელოს ამიტომ იყიდება Toyota Corolla 2007 წლის თითქმის უავარიო ის მანამდე რაც ქონდა ის ავარია ითვლება 1 და 6 მოტორით თუ არ იყიდით არ არის პრობლემა იმედია მადლიერების გზნობა მაინც დაგჭება ცოტათი იმიტომ რომ ამ ხელა მონოლოგი მოგიყევით და SMS-ად არ მოგწერეთ როგორც მაიმუნი მაღაზიები შვებიან დიდი მადლობა